ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებული უთანხმოება ჰქონდათ ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ლევან ჯანგველაძესთან. ამას რომ ვწერთ ბრალდების დადგენილებაში, ამას ხომ ჭირდება მტკიცებულება, ამაზე ვსაუბრობთ აკერ ხო? ასევე სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ. ბრალდების მხარეს არც უცდია, გამოეკვლია რა ბიზნესით იყო დაკავებული გიორგი მიქაძე დაკავებამდე ან დავით მიქაძე. ნახეთ, როდესაც საუბრობთ რომ მთელი ეს მოტივი ყოფილა ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებული დავა, საქმეში ხომ უნდა იყოს მასალები, ერთი ბრალდებული რა ბიზნეს საქმიანობით იყო დაკავებული, მეორე ბრალდებული რა ბიზნეს საქმიანობით იყო დაკავებული, თავის მხრივ გარდაცვლილი ლევან ჯანგველაძე რა ბიზნეს საქმიანობით იყო დაკავებული და მერე ხომ არ იყო რამე კვეთა ამ ბიზნესებს შორის, ხო? გეუბნებით, ატაკში რაც ჩაიწერა, იმის მერე რაიმე მოპოვებული არ არის. ანუ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს მისი უდანაშაულობა. პროკურატურა არის ვალდებული დაგვიმტკიცოს, რომ ვიყავით ამ დანაშაულში ჩართული და ამ პირობებში მე ვიყავი ჩართული მტკიცებულების მოპოვებაში, რომ გვეჩვენებინა, რომ ბიზნეს ინტერესები ვერ იქნებოდა რამე კვეთაში, იმიტომ რომ ბიზნეს საქმიანობა, რომლითაც დაკავებულები არიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები, არანაირ კვეთაში არ მოდის ლევან ჯანგველაძის, ვთქვათ, ბიზნეს ინტერესებთან. თან ამ ადამიანს საერთოდ საქართველოში ბიზნესი არ ქონია, ეს ზოგადად რაც ვიცით, თორე საქმეში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არაფერი არ არის ამაზე წარმოდგენილი, ხო? თავის მხრივ გიორგი მიქაძეს და დავით მიქაძეს რუსეთში ბიზნესთან კავშირი არა. დაშვების დონეა, რაც ვერ ცდება და ვერ უძლებს კრიტიკას პირდაპირ ვამბობ და მინიმალურ სტანდარტს დასაბუთებული ვარაუდისა ამ ნაწილში ვერ ხვდებით საქმეში.